ტყუილად არ მაძლევდნენ ამდენი ხანი მიკროფონს, იმიტომ რომ არაპოლიტიკური შეკითხვა მაქვს. საერთოდ არ გისმოთ. ბატონო ბიძინა. არა, არ ვიცი რომ მე მაინტერესებს Real TV თქვენი დიახ. ძალიან საინტერესო. თქვენი შეკითხვა, თქვენი პასუხი მაინტერესებს შეკითხვაზე. ბეღურებთან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობთ თქვენ სხვადასხვა ინტერვიუში, ხო? მე მაინტერესებს რეალური მიზეზი, რის გამო არ გიყვართ ბეღურები, იმიტომ რომ თქვენმა პინგვინმა შეჭამა და ეს პინგვინი გარდაიცვალა. თუ იმიტომ რომ მერცხლებს უნგრევს ბუდებს. ძალიან მაინტერესებს და ასევე თუ შეიძლება თუ მიზეზი არის ის რომ მერცხლებს უნგრევს ბეღურა ბუდეს და არა პინგვინი. მაშინ როდესაც ამერიკული სოფელი დაინგრა, თქვენი პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით. მოგახსენეთ. სიჩუმე ერთი წუთი. ჯერეთი ერთს პატივიეცით ერთმანეთს. პატივიეცით ხომ უნდა მოისმინოთ პასუხი. პატივიეცით ერთმანეთს მოусმინეთ ვის პრესკონფერენციაზე ხართ მოსული. არ გაინტერესებს? პირველი თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინალურია და მე ჩემი პასუხებით მეშინია რომ მკითხებს არ წავართვა ადგილი და უხალფასოდ არ დავტოვო რომლითაც თქვენ ახერხებთ და სხვათა შორის კარგი მოусმინეთ სხვათა შორის მე რაბიშვილზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა ამასთან დაკავშირებით და ახლა გიპასუხოთ კონკრეტულად ბეღურები სხვათა შორის ცოტა სააკაშოს მაგონებენ არავის არ უნდა წავართვათ ბინა და არ უნდა წავართვათ სახლი და ამ კუთხით და რაც შეეხება ამერიკოს სოფელში იყო უამრავი კანონდარღვევა და მაღაზია წერილები. ამის განხილვას ნუ გავაკეთებ. აბსოლუტურად მე ყველაფერი ჩემს მიწაზე ააშენეს. ძლივს კანონიერება აღვადგინე და ყველანაირი თანხა გადაუხადე იმის შემდეგ ორჯერ მეტი და სამჯერ მეტი რომ იცოდეთ. კითხვები აღარ რჩება. ძალიან კარგად მოვეკეცი მაგათ. იმათზე კარგად რასაც იმსახურებდნენ. ბეღურა არ გადაუყლებია ჩემ პინგვინს გადაყლება მერცხალი. საუბედუროთ მერცხლები ძალიან სწრაფად ტრიალებდნენ იმ ის ტბა რომელიც ეკუთვნის პინგვინებს და ასეთი ის გადადასაფრებული იყო ბეღურა იქ